მოგესალმებით ძვირფასო მეგობრებო, ტრადიციულად ვიწყებ ჩემს ავტორო გადაცემას წუთის სოფელი. როგორც მოგეხსენებათ, წუთის სოფელი მიზღვნილი არის გვარების წინამძღოლთა დარბაზზე. პირადად, მაგალითად, მოყვავს გვარის წინამძღოლები და გვარის მოკლე ისტორიას ვაღოლებთ იმისთვის, რომ მომავალმა თაობამ მცირეოდენი ისტორია მაინც იცოდეს თავის გვარზე. სანამ გადავიდოდე სტუმრების წარდგენაზე და გვარის წინამძღოლების წარდგენაზე, მინდა ორი სიტყვით გითხრათ, რომ გვარების წინამძღოლთა დარბაზი კიდევ ერთხელ შეგახსენებთ, რომ დაფუძნებული არის და ჩამოაყალიბა ჩვენმა უწმინდესმა და უნეტარესმა ილია მეორე. ხოლო რამოდენიმე ათეული წლის წინ გავატარეთ რეგისტრაციაში და დამფუძნებლები ვართ რამოდენიმე ადამიანი როგორც იუსტიციის სახლში. ისე რომ მოქმედებთ, შრომობთ, მუშაობთ ილია მეორის კურთხევით. აგრეთვე ჩემო ძვირფასებო, გვაქვს ჩვენი როგორც ხედავთ, აგერ ტელევიზიაში ყოველ კვირაში გვაქვს ამ გვარებზე საუბარი, გვაქვს აგრეთვე საქართველოს რესპუბლიკა გაზეთში 2-3 გვერდი ეთმობა და ამ გაზეთშიდაც ვაქვეყნებთ ჩვენ სტატიებს. აგრეთვე გვაქვს ჩამოყალიბებული გვარების კვლევა, ძირითადი ძირფესვიანად გვარების კვლევა, ამის ჯგუფი მუშაობს ამაზე, ამას უძღვება ლევან ბერაი არის ასეთი ჯგუფის ხელმძღვანელი მკვლევარი. აგრეთვე სხვადასხვა ღონისძიებები გვაქვს, ვატარებ სხვადასხვა ღონისძიებებს და ვცდილობთ, რომ ილია მეორის მიერ, ჩვენი პატრიარქის მიერ დაფუძნებული ორგანიზაცია გავაცოცხლოთ, რამე თუ ეს ყველაფერი არის მომავალი თაობისა და ჩვენი საქართველოს თვის კარგი და ასე რომ ვთქვათ, ჩვენი წინაპრებიდან დაწყებული ჩვენი მომავალი თაობისთვის. ეხლა კი გეტყვით იმას, რომ გადავწყვიტეთ, რომ წიგნი გამოუშვათ ილია მეორის ეპოქა წარსულიდან აღმოცენებული ქართული გვარები. ამის შესახებ უფრო დაწვრილებით მე ბატონ გიგისაც ვასაუბრებ, მეც გეტყვით და მითითებულ ნომრებზე შეუძლია გვარებმა დარეკონ, თუნდაც იმ გვარებმა, რომლებიც არ არიან დალოცვილები, დავეხმარებით მათ, რომ გვარი იყოს დალოცვილი, თუნდაც იმ გვარებმა, რომლებიც დალოცვილები არიან და გულისებში არიან ამჟამად გასულები, მერე დაწყდებათ გული, რომ ჩვენ ამ სამაგიდო ძვირფას წიგნში რატომ არ მოვხვდით ჩვენი პატარა ისტორიით, ჩვენი ბიოგრაფიით და სურათებით და რაღაცებით. ამიტომ ეს რომ არ მოხდეს, ძალიან გთხოვთ მითითებულ ნომრებზე დარეკეთ. არ აქვს მნიშვნელობა, შეიძლება არ იცით გვარი დალოცვილია თუ არა, შემთხვევით უბრალო მოქალაქე ხართ, თქვენი გვარის მატარებელი, აიღეთ და დაინტერესდით თქვენი გვარზე, რაიმე თუ გინდათ რომ გაიგოთ, დარეკეთ. ეხლა კი ჩემო ძვირფასებო, წარმოგიდგენთ დღევანდელ ჩვენ სტუმრებს, ორი ძვირფასი გვარის წარმომადგენლები, ბატონი გიგი გოგოაძე, გოგოაძეების გვარის წინამძღოლი, ჩემო ძვირფასებო, პიროვნება არის ჯერ ძალიან კარგი. ეკონომიკის სამინისტროში მუშაობს, მრჩეველი არის, მომღერალი და აღიარებული თამადა, ასე რომ ყველაზე მთავარი რაც არის. და გვარების წინამძღოლთა დარბაზში არის ჩემი მოადგილე. აგრეთვე ჩვენთან არის არანაკლებ აღიარებული პიროვნება კობიაშვილი პეპხია, კობიაშვილების გვარის წინამძღოლი, თადარიგის პოლკოვნიკი, შინაგან საქმეთა სამინისტროს უკანონო ნარკოტიკების უკანონო ბრუნვის სამმართველოს უფროსი და ვაბადიეთ და ცეხან მეუბნებოდი აღარ ჩამომაწერინო, ძალიან ბევრი ლეგალიები აქვს. პიროვნება არის ძალიან კარგი, რაც თავარია, ტრადიციული ადამიანი და ამიტომ ამ ორ ადამიანთან გვექნება ჩვენ კობიაშვილების და გოგოაძეების გვარზე საუბარი.
მოდი როგორც ყოველთვის ტრადიციულად პირველი შეკითხვა არის ხოლმე როდის დაილოცა გვარი რომელი ხატი აირჩია გვარმა და ძირი საიდან მოდიხართ დავიწყოთ ნუ ახლა გოგოძების გვარი მოგესალმებით მოგესალმებით ყველას საკმაოდ სახელოვანი გვარი მირაკლი კარგად მოიხსენებათ შავშან ვოხტა დამოიჭდა გამორთა მოიჭრება არა უშკავძელად არა უშავსები რა თავიდან დავასწრაფე კი ბატონო მოგესალმებით ყველას დიდი პატივია ჩემი აქ ყოფნა ბატონი ირაკლის გადაცემაში ჩვენი გაცნობაც 1 წლის უკან მოხდა სრულად საქართველოს გვარების წინამძღოლთა დარბაზის შეკრებაზე სრულად ჩემ თვით მოხდი და ჩვენი გაცნობის დღიდან მოყოლებული ჩამოყალიბდა ის აზრი რომ ვინაიდან გვარი არ იყო გოგოძების გვარი არ იყო დალოცული შემოთავაზება მოხდა იმის რომ მეზრუნა გვარის დალოცვაზე და წინამძღოლიც მე გამختارიყავი ჩემი გვარის ეს რა თქმა უნდა ძალიან დიდი პატივი იყო ჩემთვის და დღიდან იმისა დავიწყეთ ზრუნვა ჩვენი გვარის დალოცვისათვის დავწერეთ ხატი დავაწერინეთ ხატი წმინდა გიორგი ძალიან უნიკალური ხატი სხვათა შორის ეს ხატი წმინდა გიორგი არ ამარცხებს რა გველეშაპი მოთვინიერებული ყავს ბატონ ირაკლი სხვათა შორის ესეთი ხატია უნიკალური ესეთი რამე რა ვიცი იშვიათია მთელი კი ნახეთ ჩვენ ნახეთ 6 ოქტომბერს მოხდა გვარის დალოცვა პატრიარქის ლოცვა-კურთხევით და შეუდექით ჩვენ საქმიანობას დავარეგისტრირეთ ჩვენი გვარის სამოქალაქო რეესტრში როგორც ასეთი კავშირი გოგოძეების და უამრავ საქველმოქმედო აქციებს ვატარებთ რა ჩვენს გაჭირებულ გოგოძეებს ერთხმად პირველ რიგში რამდენი ხართ რაღაც ქრისტიანი 3200 კაცამდე არსებობს დიდი გვარია კი და ნუ კიდევ მუსულმანი გოგოძეები არსებობენ ძირი საიდან მოდის ძირითადად გურია არის მაგის ძირი კი ოზურგეთი ლანჩხუთის ჩოხატაურის რაიონშიც არიან გოგოძე და ეს ისა ხატი ოჯახებში თუ დააბრძანეთ კი პერიოდულად სურველი ოჯახი რომელიც ძირითადად ჩემ ოჯახში არის დაბრძანებული ხატი და სურვილის მიხედვით რა თქმა უნდა ხო იმიტომ რომ ჩვენ ძალიან დიდი მოგვიწია ხატის გაკეთებამ და ეკლესიაში გვაქვს მამა მიქაელი არის ბრეგვაძე ჩვენი გვარის რომელიც თანაც არის და მე იქიდან გადააქვთ ხოლმე ვის ახლა ვისაც გვარში ყავთ და მუშაობს ეკლესიაში უმჯობესია იქაც მიდიან და ადგილზე ლოცუნობენ და იქიდან მიაქვთ მე ეს დროშა ხატი და ყველაფერი კი ბატონო ბრძანეთ მათ შორის ახლა გარდა საქველმოქმედო საქმიანობისა ჩვენ კიდე გადაწყვეტილი გვაქვს ჩვენი სახელოვანი გოგოძეების წარმოჩინება ასე ვთქვათ ჩვენი მხრიდან და ერთ-ერთი თვალსაჩინო მოღვაწე იყო ვალოდე გოგოძე მოგეხსენებათ ჩავშნიანი მატარებლის მეთაური იყო დიდებული კაცი 18-21 წელს იბრძოდა საქართველოსთვის და ძალიან დიდი სხვათა შორის პირველი რესპუბლიკის გმირი არის ბატონი ვალოდე სხვათა შორის ჩვენი გვარის შვილი არის ბატონი ბადრი გოგოძე, რომელიც არის მოქანდაკე, მას შექმნა ყალიბი მისი ბიუსტის და ამჟამად უკვე დაწყებული გვაქვს ზრუნვა იმაზე, რომ ლანჩხუთის ცენტრში თავის მშობლიურ ლანჩხუთში განთავსდეს ეს ბიუსტი, ადგილი შერჩეულია მუნიციპალიტეტთანაც მოლაპარაკებულები ვართ და აი ეს პროცესი მიმდინარეობს აუცილებლად გახსნაზე დაგვატიჭებთ. გაიხარეთ. ლანჩხუთში იქნება დიდებული გრანდიოზული. გაიხარეთ. სიგელები და საჩუქრები ჩვენზე იყოს. ეგ ისეთი კაცი იყო. ნო რა თქმა უნდა. მოდი ახლა თქვენ ბრძანეთ დასაფასებელი. რომელი ხატი აირჩია გვარმა და რამდენი ხართ და
აი სამწუხაროდ ვერ მომიძე რამდენი ვართ გობიაშვილები. მაგრამ ფერი არ არის იუსტიციის სახში შეხვალ და მოგიგდებენ გეტყვიან დაჟე რომელ რაიონში რამდენია. აქ მოსვლის ჯერ მოახერხეთ და ზედა. არა უშავს. ფილოსოფა ესეთ და ესეთ დღეები იყო და. კი ბატონო. გობიაშვილების გვარი ყაზბეგიდან მოდის. წეთამთიანეთი ყაზბეგი. ყაზბეგში არის ესეთი ხეობა, მანის ხეობა. ესეთი კობი არის სოფელი და იქიდან შედის თრუსოს ხეობა და მნის ხეობა. აი მნის ხეობა იქ წინა გიორგის ეკლესია არის, სადაც დაკრძალულები არიან სულ გობიაშვილები. მე თავისთავად იქ რაღაცა ბრძოლები რაღაცები მოხდა, მე როგორც ვიცი გადმოცემი. ხატი რომელია თქვენი? ჩვენი ხატი არის გერგუშინ ღვთისმშობლის შობის დღე იყო და მარიამ ღვთისმშობელი არის. გეტყობათ. ჩვენი ესე იგი აღნიშნეთ და არველი ხატი. ცოტა პარხმელია გაქვთ ხო? ქართველი კაცი ასია. თბილისობა იყო. თბილისობა. ყველაფერს დავიდა თბილისობა. თან თბილისობაც ესეც და მიზეზი მოგწეს ღმერთმა და გაიხარე გენაცი. რაც შეეხება გვარს ახლა მარტო ყაზბეგში არა ვართ. გამოსულები არიან. წელ საქართველოს. უშეთში არიან, კახეთში არიან, იმერეთში არიან, ლიტვაში არიან, გობიაშვილები. ასე რომ საკმაოდ კობიაშვილებისა და კობიძეები და ეს მსგავსი გვარები ერთი ხარ შტოთი თუ გობიაშვილი ერთი შტო. ერთი შტო ხართ. აჰა. კობაიძე გობიაშვილი. კობიაშვილები. მე როგორც წაკითხული მოძიებული ვარ. აჰა. 2010 წელს იყო ჩვენი გვარის კურთხევა. აჰა. პატრიარქმა სოთაშორისაგერ ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი რო არის ლევან ლევან კობიაშვილი. კი ბატონო. მაგის მამა ბიძა იყო ჩემი და დიდებული კაცი იყო, ცხონება ქონდეს იმქონად. ნუ ბიძაშვილები ხართ. ძალიან ბევრი გამოჩენილი ხალხი კი ხართ. არა, მამამისმა ლევანის მამამ რა, რეზო ბიძამ. ჩემი თანდასწრებით მეც ვეხმარებოდი და შევაგროვეთ ყველაფერი ის რომ ხატი დაიწერა, იკურთხა, პატრიარქმა იკურთხა. კადრებიც გვაქვს რაღაცები, მაგეთი 2010 წელს ეს იყო. როგორ მოხდა იცი, როგორ დამთხევა იყო. ეს ხატი ყველა გობიაშვილის ოჯახში მივაბრძანებთ ხოლმე. მე იქიდან მეორე ოჯახი წააბრძანებს და ესე მოძრაობს ოჯახებში. კი ბატონო. 2010 წელში მე სამსახურს აონებეთ თავი და რატომ რომ წვანებარათი მოიგეთ ოჯახმა ამერიკის და გასაგები. იქ წავედით მთელი ოჯახი გადავსახლდით. რა თქმა უნდა დროებით შვილების გამო სწავლა განათლება და სხვანაირად რომ მიიღო. მაგრამ პირველი ჩემს ოჯახში ბრძანდებოდა ასე გადაწყვიტა გვარმა რომ ქვეყანას სამშობლოს ტოვებთო მოდიო თქვენ დაიდოცეთო თქვენ დაგიფაროთო და გამომდინარე აქედან ერთი გვირა იყო ჩემს სახში ბრძანდებოდა ამ წუთასაც ჩემთან ბრძანდება ძალიან კარგი ხატი შემდეგი რა თუ ხავთ აბა თქვენ ახლა ვინმე გამოჩენილი ადამიანები გვარში ახლა მე რაც მოძიებული და წაკითხული და ეს მაქვს 4 გენერალი ყავს მარტო რომელიც რუსის ჯარში მსახურობდნენ გენერალ-მაიორები იყვნენ ზურაბ კობიაშვილი, სანდრო კობიაშვილი რომელიც შემდეგ ჟორდანიას მთავრობის დროს გადმოვიდნენ საქართველოს ქართულ ჯარში გაგრძელეს მსახური შემდეგ რო დევნილი რო გამოცხადდა ეგ მთავრობა რამოდენიმე კობიაშვილი გაყვა საფრანგეთში და ლეველის სასაფლაოზე არიან დაკრძალულები. თუ ვინმე გყავთ სასულიერო პირები? სასულიერო პირები საკმაოდ ერთი 20 სასულიერო ამჟამად ეკლესიაში ამჟამად მამა ფარნავაზია 2 წელი ახლა ხანს გარდაიცვალა დიდებული
აძალადებში. ხო, ვიცნობდით, კი ბატონო. მამა იაკობი იყო, რომელიც იმაზე წინ გარდაიცვალა. სხვათა შორის მე ახლა დავასწრებ პეპოს და მისი მამა იყო ხევისბერი კაცი ნიკო გობიაშვილი. სხვათა შორის ჩემი სიდედის ძმაც გახლავთ ბატონი ვეფხია. ნათესაური კავშირიც აქვს, ასე თქვა და ძალიან პატრიარქის მეგობარი. პატრიარქის მეგობარი იყო ბატონი ნიკო გობიაშვილი. ძალიან კარგი და მიხარია რომ თქვენ აი ნაწილობრივ მაინც აგრძელებთ აი ამ გვარების და ეკლესიური ვიზა ჩემი პატრიარქისა დღიდან აღსაყდრებისა მისი და ცუგროსი დიდი ქართველი თქვენ თუ გყავთ გვარში საეკლესიო პირები თუ არა? ბევრი არ აქვს, მაგრამ გვყავს ამჟამადაც ერთი ახალგაზრდა ბერი გვყავს ათონის მთაზე მოღვაწეობს სხვათა შორის საზეგოგოაზე ძალიან დიდებული პიროვნება და ყავდა ისტორიის პანძეზეც სასულიერო პირები რა თქმა უნდა ათანასე ბერი და დელმუდრეთ თავრებიც ყავდა და ყოველ შემთხვევაში მორწმუნე ხალხი ვართ მით უმეტეს იმისა რომ გურიაში ხვეცით როგორი ეს მოხდა ასე ვთქვათ რევოლუციის დროს ძალიან დიდი უმეტობები იყო ეკლესიები და ანგრიეს და ასე შემოგვიყვება. ეს თელს საქართველოში იყო და ძალიან თულად გადაიტანეს საქართველო, მაგრამ მაინც გადარჩა და მაინც რა თქმა უნდა. ბატონო გიგი, აბა თქვენ რას გვეტყვით ახლა ამ წიგნთან, წიგნი რომელიც იწერება? წიგნი რა თქმა უნდა თქვენი ხელმძღვანელი. თქვენ ხართ ერთადერთი ხელმძღვანელი ამის რომ ამ გვარებთან ურთიერთობის თქვენი ხელმძღვანელობით კეთდება ეს წიგნი დარბაზის ინიციატივით და აქტიურ ფაზაში უკვე შესული ფაქტურად თავდება არის უკვე მასალები შეკრებილი და მეგონი ამ წიგნში ადგილიც აღარ არის 2-3 ადგილი თუ იქნება კი ასას ტომების მიხედვით გამოიწება რა თქმა უნდა ეს წიგნი იქნება ენციკლოპედიური სახის პატრიარქის დალოცული გვარები იქნება შესულები ძირითადად ასასი გვარი იქნება შესული მოგეხსენებათ დაახლოებით თითო ტომში იქნება შესული 1000 გვარამდე ვიცით ჩვენ რაც არის ასე ვთქვათ პატრიარქის მიერ დალოცული ნაჩვენი ინფორმაციის მოპოვებაც გზადაგზა ხდება და ძალიან საინტერესო წიგნი იქნება თქვენი თქმის არ იყოს რა ვიცი სამაგიდო წიგნი იქნება მნიშვნელოვანი ყველა ოჯახისათვის რა მე ესე ვფიქრობ რომ ყველა ოჯახს უნდა კონდეს ეს წიგნი რა ყველა გვარის შვილს არა მარტო ის ვინც იქნება იმ წიგნში შესული არამედ სხვა გვარის შვილებსაც დააინტერესებს თავისი რა არის იცით მე ყველა გადაცემაში ვამბობ რომ ადამიანებს რომ იბადება სახელს უცვლიან სახელები იცვლება სხვადასხვა ადამიანს სხვადასხვა სახელი აქვს მაგრამ იმ შტოს მაგალითად გვარის შეცვლა ცოტა რთულია და არის გვარი 3000, 5000, 12000 ბერიძეები, მაისურაძეები და დალოცული შვილო, შენი გვარის პატარა ისტორია არ იცოდი ადამიანმა. წარმოშობით საიდან ხარ, ვინ ხავდა ის საამაყო ადამიანები და ასეთი რაღაცა, როცა გეძლევა შანსი რომ ეს ყველაფერი ყოველგვარი ანგარების გარეშე გაიგო, იცოდე. ჩვენ ახლა ქართველები ვართ და ღმერთო მაპატიე განთქმული ვართ სტუმარ მასპინძლობით და სუფრით და ალბათ ერთმანეთის სიყვარულით, მაგრამ სიძულვში და ძვერავინ გვაჯობებს როგორც ვატყობთ სიტუაციას. მაგრამ უყურეთ, როცა საუბრობთ ხოლმე საზოგადოებასთან, ჩვენ ახლობლებთან იმასთან, არასოდეს იშვიათია რომ შენ გვარზე ილაპარაკო. იმიტომ რომ ნაკლები სასაუბრო გაქვს და როცა ეს გაქვს და იქნება საშუალებაც გეძლევა და შენი წინაპრები ამ მომენტში ხარობენ. გამიგე? რა თქმა უნდა. ამაზე კარგი რა არის ვერთო არ ვიცი ნუ კობიაშვილების გვარი მოდის მე-12 საუკუნის დასაწყისი. საკმაოდ ძველი გვარი ვართ. იბატონო მე-12-13 საუკუნიდან მიდის აღრიცხვა. მე-8 საუკუნეში იყო პირველი ისა. ეხლა მე ჩემი გვარი რო გამოვიძიე, ამერიკაში გავგზანენ ერწყი საკუთარი, ხო და იქ მომივიდა რომ 18000 წლის წინათო 180000 წლის წინათ
გამოქვაბულში კოტეს გამოქვაბულს ეძახდნენ იქიდან ყოფილა გამოსული ხო და დნმ-ის ანალიზი და ბატონმა ბესიკიმ რო გაგზანა ბესო კოჭრამაზაშვილი ჩემამდე ვინც იყო თავმჯდომარე იმან გაგზავნა და იმას ამოვიდა კოჭრამაზაშვილების ძირი ყოფილან ვიკინგები და გიждდებოდა ამას არ გამოვხელო არსაო ჩვენ კაბიანები არა ვართო კაბებს ყოველზე კაბითიბოდა ვიკინგები და ვაჟკაც ხალხი ხო ამიტომ ძალიან კარგია რომ ყველა გვარმა გამოიძიოს და გამოიკვლიოს იმდეს თუ არ გამოიკვლიოს და ნერვს არ გაგზანის და არ გაიგებს ისე ახლო მაინც გაიგო საიდან წამოვიდები დამწერლობა რომ დაიწყო გვაქვს ამის საშუალება იცით გვაძლევს ამას ხელმისაწვდომი რაც არის ის მაინც რო ვიცოდეთ ხო ერეკლე მეფეს ახლდა ერთი კობიაშვილი კი ბატონო ომში აგვაოდ მაგარი მებრძოლი და ისეთი იბრძოლა აზნაურების სადაც ვიყავით და მიანიჭა გვარს მეფის კარის აზნაურობა ეს ერეკლე მეფე სხვადასხვა გვარების 20-25% რო გადავხედე ისტორიას ერეკლე მეფის დროს აქ აზნაურობა მიღებული სხვადასხვა ბრეგვაძეებსაც ბრეგვაძეებს ერთს მიანიჭა რომ ხეზე იყო ასული და იქიდან ამხნევებდა იმათ გამიგედა მეორე იყო მოღალატე ერისთავს წააძრო თავი და მოღალატებს და იქ მიანიჭეს მეორე შტო ბრეგვაძეები აი საკობიანო რო არის ახმედის იქით კი საკობიანო ესეთი დიდი სოფელია სამწუხაროდ ეხლა მგონი ჩვენი იურისდიქციაში არ არის აი მიწები გადასცა მაშინ საჩუქრად და მიანიჭა მეფის კარის აზნაურობა 3 კილოს ტერიტორიაზე რა ერთი კარგი კაცი ყავს ზურაბ კობიაშვილი ყოფილი გუბერნატორი იყო სხვადასხვა კობიაშვილები ყველა ჯანძევით კი არა თქვენ წარმო მებრძოლი ხალხი იყო იბატონო მებრძოლი ხალხი იყო ჩვენ შორის ვებქოთ აფხაზეთის ომში ცხინვალის ომშიც ორჯერ კიდე ვეტერანი ვარ რომის ვეტერანია ყველა ომში ნაყოფი ვარ შენ გენაცვალე უფალს უყვარ ხარ მაგრამ ვერ ვამხელ წავაგე ყველა ომიდან უფალს უყვარ ხარ უფალს უყვარ ესეთი რამეა რას ეთქვი თქვენ გვარს ვარაშულებს კიდევ ერთხელ მივესალმები მაქვს საშუალება რომ კიდე მივმართო რომ 11 ოქტომბერს არის დანიშნული კიდე ჩვენი გვარის შეკრება ისევ სამებაში ახალგაზრდობის ცენტრში დაიგეგმება პატარა ყრილობასავით ხო მოგზავნენ შარშან თუ ეკავით 200 კაცი ორჯერ მეტი უნდა იყოს მოსული ამ წელსაც იმედია და ავაგზავნოთ ჩვენი ერთმანეთისადმი პატივისცემა სიყვარული ზრუნვა ვერტისკალობით რა თქმა უნდა ძალიან კარგი სხვათაშორის მე ვიყავი თქვენს შეკრებებზე მქონდა ამის ბედნიერება და გვარების შეკრებები რაც ჩატარებულა მესამე ადგილი გიჭირავს იმიტომ რომ ვერ წაართვენ სხვათაშორის აბულაძეებს იმიტომ რომ აბულაძეებთან შეკრებაზე რომ ვიყავი ხალხს ვერ თვლიდით დარბაზში არ ედეოდა და მე რესტორანშიდაც უამრავი ხალხი ყავდა სხვადასხვა ძალიან დიდ რესტორანში გადაიხადა შეკრებაც და მეორე დიდი გვარიც არის კი მაგრამ მოახერხა ამ კაცმა და უნდა ითქვას ბატონი ვახტანგ და აგრეთვე ეხლა რო ვიყავით ბათუმში ჩასული ჩვენ კაბაიძეების გვარი სხვადასხვა ეს გვარის წინამძღოლი პიროვნება აქედან მინდა მიუსაძინო დედა დაეღუპა და ნათელში იყოს და ერთმა ნათელი და სამთელი დაუმკვიდროს ხო და მასაც ეთყობა მას დიდი წლებია რომ იძიებს თავისი გვარის ისტორიას და პრეზენტაცია ქონა გაკეთებული ძალიან მაღალ დონეზე გააკეთა და აგრეთვე ზაზა ქარცივაძეების გვარი რა ვიცი სამათ იყო ქარცივაძე ქარცავაძე და ქარციძე ხო და გვარი საერთოდ მოდის ძირი მაგათი არის ერთი
და ამიტომ მეც ვთხოვე და ასედაც არის საჭირო რომ გვარი არ უნდა დანაწევრდეს, უნდა იყოს რა თქმა უნდა ძლიერი და ერთიანი, მაგრამ ახლა იმას პასპორტებს ვერ შეუძლია, ვისაც იგივე აქვს, მაგრამ უნდა იცოდნენ რომ ერთი დაძმანი არიან და ერთი წარმომავლობის და ერთი ჯიშის ადამიანები არიან. და ძალიან ბევრი გვარები არის, რომლებსაც აქვს ასე შეკრებებს აკეთებენ ხოლმე და ვესწრებით და ძალიან კარგია. ძალიან მნიშვნელოვანიც არის და რაც იყო ჩაფიქრებული ჩვენი უწვენდესის მიერ, ილია მეორის მიერ, აი ეს ჩაფიქრება და ეს ყველაფერი ნელ-ნელა უნდა გაგრძელდეს და აუცილებლად უნდა იყოს ბევრმა გვარებში ერთმანეთი გაიცნეს. დანათესავდნენ, დაახლოვდნენ და მე ვიცი ძალიან ბევრი ამ ხატით რწმენა უფრო წამევიდა ეკლესიის მიმართ და ძალიან კარგია ასეთი რაღაცა. თქვენ რა სიტყვით, აბა თქვენ გვარს? ჩემ გვარს რა თქმა უნდა პირველ რიგში უფრო მეტი გამრავლებას უსურვებ და მიესალმები ყველას. კობიაშვილი ძალიან მიყვარს, ჩვენ განსაკუთრებული ურთიერთობა გვაქვს. მე ვიცი რამოდენიმე გვარები რომ ქორწინდებიან. ხო არის, არ არის. ნათესაობა არ გააჩნია. ერთი გვარისანი არიან. არ არსებობს კობიაშვილი რომ კობიაშვილის ბიძაშვილი არ იყოს. არა ქრისტიანულია, არასწორია და ჩვენთან ეგრე არის. და რაც შეეხება შეკრებას მაგაში ცოტა მოიკოჭლეთ, მაგრამ დარწმუნებულად გამოვასწორებ, ვინაიდან მე საქართველოში არ ვიყავი, ამერიკაში ვიყავი წასული, ოჯახით ახლა ნელა ბრუნდებით. ხო, დალოცვის დღეს შეგიძლიათ სამების ახალგაზრდულ ცენტრში გააკეთოთ კავშირზე მაგას Facebook-ზე და დავალაგებთ ყველაფერს. თუ სურვილი არის დაგეხმარებით ჩვენ რა თქმა უნდა, არ არის პრობლემა და დარბაზის თავმჯდომარე გამოდგილებით. რა თქმა უნდა. გაიხარით გენაცვალე, აბა კიდევ რა გაქვთ სათქმელი გვარზე ისაუბრეთ. გვაქვს ზუსტად 5 წუთი. პირველ რიგში მინდა რომ კიდევ ერთხელ მოუწოდო ყველას, არა მარტო გოგოაძეებს რა, ყველა გვარიშვილს რომ ინტერესი გამოიჩინოს თავის გვარის მიმართ რა, მართლაც თქვენ თქმის არ იყოს, ყველა ადამიანს უნდა ჰქონდეს ეს ინტერესი, რომ საიდან მოდის მისი გვარი, მისი წინაპარი ვინ იყო, რა გაუკეთებია თავისი სამშობლოსათვის, თავის საქართველოსათვის. თითო კაც მაინც ექნება, არ არსებობს ისე გვარი, რომ თითო კაც პატარა საქმე მაინც არ ჰქონდეს ჩადენილი თავის სამშობლოს წინაშე და ეს ძალიან მნიშვნელოვანია, მით უმეტეს იმისა, რომ ერთმანეთს ხვდებით, ერთმანეთს ვეხმარებით. ეხლა რამოდენიმე პატარა აქცია ჩავატარეთ გოგოაძეებში, გაჭირებული ადამიანები მოვნახეთ და სხვათა შორის ტელევიზიაში გაიჟღერა და არც ვიცოდი ესეთი ადამიანი თუ არსებობდა, არც ვიცნობდი და მობილიზება გავაკეთეთ გოგოაძეებმა და მივეხმარეთ იმ ქალბატონი მანანა გოგოაძე იყო ესეთი პიროვნება. დავათბეთ, დავაპურეთ, რა ვიცი, რაც შეგვეძლო, როგორ შეგვეძლო ყველანაირად. ეს ძალიან მადლიანი საქმეა, სხვათა შორის და კარგია რომ გვარი მოყვება. კი, ძალიან კარგია. ყველა ეცვლოვანია ესეთი რაღაცა, როცა არის ხოლმე და იქ ჩვენეთ ჩატი გვაქვს საერთო გაერთიანებულია ბევრი გოგოაძე და ერთს რომ დავწერ ხოლმე რა ესეთი სიტუაცია, ყველა არის შემართული რომ ოღონდ მონაწილეობა მიიღოს ამ აქციაში. ავეს მშვიდობას, გამრავლებას, ბედნიერებას, სიხარულს, სიყვარულს გისურვებ ჩემო გოგოაძე. ყველაზე კარგი იქნება რომ აი პატარა ციგნი ბროშურასავით მაინც გააკეთოთ გოგოაძე. მაგასაც გამოვცემ. იმიტომ რომ თქვენ ახლა არის გვარი, რომელსაც ძალიან უჭირს რომ აი თუნდაც ერთი ლარიც რომ შემოიტანოს. ახლა თქვენ იცით რომ გვარების წინამძღოლთა დარბაზსაც, გვარსაც კავშირები რომ არის შექმნილი, იმ კავშირის წესდებაში უწერია რომ თვეში 5 ლარი უნდა გადაიხადოს. ახლა უყურეთ თვეში 1 ლარიც რო გადაიხადოს საძევრო ადამიანმა, იმ გაჭირვებულსაც დაეხმარებით, იქსაც გამოუშვებ იმასაც, მაგრამ თუ არის ახლა ადამიანები ძალიან გულსატკენი არის, როდესაც არაფრის გამო შენი გულითა და სულით ანთებული რაღაცას აკეთებ და ვიღაცა რო დაწერს.
მე 5 ლარი ჩავრიცხე და სად წავიდა. შეიძლება გაგეციდოს ახლა თითქოს ვიღაცამ მეც მომსწრებია სხვადასხვა ბევრი გამიცით. ახლა უნდა თან ამას პირადში არ მოგწერს. მოგწერს ცენტრალურზე, რომელსაც ამდენი გვარები კითხულობს, ამდენი ხალხი კითხულობს და იქ რომ უნდა მიწერო, იმართლო თავი, რომ შენ ახლა რომ მოდიან შეკრებაზე ბროშურებს უფასო თურიგებ, რაღაც საკეთებ, გაზეთებს, რაღაცებს აკეთებ და მოდი შენ ახლა იმას უნდა იმართლო და არ არის რა, იცით ნათქვამი არის უფალმა თქვა, რომ რაც შეგიძლია შენ ქვაზე დადე და ვისაც ჭირდება ის აიღებსო. მე შემხვედრი ადამიანები მაბადიე რომ გავცდებოდი პიროვნებას რომელიც ითხოვს ამის სულს გეფიცები არ ვიკადრებ ტყუილს ისეთ რაღაცას ვამბობ დამირტყავს კრუგი და მოუბრუნებული ვარ რომ როგორ გავცდი ამ ადამიანს რომ რაღაცა დახმარებას ის ხანდისხან ისე კაი ადგილიდან მოვდივარ და ეს უცბად შემოგიყოფს ხელს და გულში ფიქრობ ახლა აი მოვდივარ კარგი ადგილიდან კარგი ან შემოსავალი ნახე ან რაღაცა და შენ ახლა ამას კაპიქს თხოვს აი ეს ხომ უფალმა მოგივლინა ამიტომ ღმერთო ერთადერთი და აუცილებელიც არის რომ უფალი და ღმერთი გვწამდეს და უფლის ნება იყო ალბათ ეს ყველაფერი თუნდაც დღეს აქ რო ვზივარ ჩვენ თორე თქვენს ადგილს შეიძლება სხვა ყოფილიყო ჩემ ადგილზე ეს იყო უფლის ნება უფალმა ჩვენ დაგვავალა დიდი პასუხისგებლობით დიდი იმით რომ აი ამ ჩვენ გვარებს წარუძღვეთ და უნდა ვაკეთოთ საკეთებელი არ ვთქვათ ხოლმე რომ დრო არ აგვაქვს თქვა დრო ყოველთვის გვაქვს დრო მე ვიცი ხოლმე თქვა რომ აი იცი რა დღეს მე ეკლესიაში ვერ წავალ არა მაქვს დრო და ის დრო რაც უნდა დავხარჯო თქვათ კარგი საქმისთვის უფალი ორჯერ მეც ჩამოგაკლებს აი თუ არა გაქვს დრო ეხლა ხო გაქვს ამიტომ დიდება უფალს და ღმერთო რომ იყოს ყველაფერი ნორმალურად და კარგად. მადლობა უფალს ყველაფრისათვის. მადლობა ილია მეორეს რომ ასეთი ძვირფასი ბრძენი ადამიანი არის რომ ძალიან ბევრ კარგ ასეთ რაღაცებს აი იგივე ბავშვების ნათლობა მესამე ბავშვის ინიციატივა შევავალ ძალიან გვარის კურთხევა რო გქონდა მაშინ ჩვენი ხატები და ვაკავებინა და იქ შეგვიყვანა შიგნით სამებაში მოხდა ეს და სამებაში ხდება და ესე ჩამოიარა რამოდენიმე გვარები ერთად და ყველას თავზე ხელის დადებით და ვერო გამცდა გაჩერდა ეს მოტრიალდა ლევანის მამას რეზოს ეკითხება ეს ვინ არისო ესო ნიკოს ბიჭიო რა მამაჩემს ნიკო და ჩვენი ბური იერი ქონდაო და იმ ინტერესტია შეგიცნო ой და ჩამიხოთ ეს მე სამაგოა თქვენთვის ჩემო მეგობარო როცა მამა ასეთ ბუმერას ადამიანს და ღვთისმიერ ადამიანთან მეგობრობდა და ნაცნობა ქონდა და კარგად იყო ძალიან დიდი სამაგო დირექტორი იყო და ბევრი წლები იმუშავა ბავშვების აღზრდაში. გაიხარეთ. ძვირფასო მეგობრებო, მოგმართავთ თქვენ რომ გავაქტიურდეთ თუ არ არის გვარები დალოცვილი, დაგვირეკოთ თუ სურვილი გაქვთ რომ წილში მოხდეთ დაგვირეკოთ თქვენ გვარზე თუ ინფორმაცია გინათ მეიძიოთ დაგვიკავშირდით და ვიაქტიუროთ. დიდი მადლობა მინდა გითხრათ. გაიხარეთ, იცოცხლეთ და ჩემი თხოვნა იქნება. პოლიტიკაში არასოდეს არ ვერევი, მაგრამ ჩვენ ყველა ჩვენთაგანი, თითოეული ჩვენთაგანი ასე თუ ისე ნახევარი ნაბიჯით მაინც ვართ ჩათრეული იმ სიტუაციაში, რაც ჩვენს გარშემო ხდება. მე მაგალითად ძალიან გთხოვთ მსოფლიოსთან რომ გადახედოთ მსოფლიო ურთიერთობას და იმას თვითონ ბევრმა ქვეყნებმა არიციან რას აკეთებენ და ხედავთ ამის მაგალითს თქვენ. ამიტომ მოდი ამ გზააბნეულ
ბავშვებს, გზავნეულ ადამიანებს, რომლებმაც თვითონ არ იციან რა უნდათ, უფალს მოკლებული არიან, ტუჩებზე რა აქვთ დაკიდებული და ფერადად შეღებილები, გამოღებილები დადიან და კაცი და ქალი არ იციან. ნუ აუყვებით ასეთ ადამიანებს, ვილოცოთ მათთვის, ნუ იქნებით აგრესიულები, ისიც ცოცხალი ადამიანები არიან. მე უბრალოდ იმათზე უფრო, ვინც ამ სიტუაციაშია, მათზე უფრო მისი მშობლები და მისი ნათესავები უფრო მეწოდებიან, რომ არ წვენენ ესენი მათ და ჩვენ საქართველოს უფალმა დაგლოცოთ, გაგაძლიეროთ და სიკეთე მოგცეთ.